არასოდეს ჩამიწერია ვიდეო და პირველად ვწერ. ცოტა სწრაფად ვიტყვი, რომ უცბად მოსაწყენი არ იყოს რა. ჩემ პოსტთან დაკავშირებით. ვინმე არ იფიქრობს ახლა თავს იმართლებს და რაღაცა, მე ჩემ სიტყვებზე და ჩემ ყველა საქციელზე პასუხს ვაგებ. რისი თქმა მინდა რა, ჩემმა მეგობარმა, რომელიც არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად პატარა ძმაკაც ვფამ ადამიანთან და მე ძმაკაცობა ვიცი ბოლომდე. და ანუ სა რაღაც მართლა არ ვიცი ერთთვის წინ ნახე გიორგი, არ მქონია მასთან საუბარი, ისიც არ ვიცოდი თუ რამეს აპირებდა. ტელეფონზე მქონდა საუბარი რამოდენიმე დღის წინ. სულ სხვა თემაზე ბათუმში შეჯიბრთან დაკავშირებით. მოკლედ. ერთი რაღაც კითხვა მაქვს. მე არ ვიცი უბრალოდ ვის როგორ გესმით და რანაირად გესმით. ნოდარ დუმბაძეს ჰელადოსი მაქვს წაკითხული ბავშვობაში. და შედევრი არის პირადად ჩემთვის რა. ძალიან მაგარი ნაწარმოებია, ძალიან მაგარი მოთხრობაა. არა ვარ მე ახლა რადიკალიზმით არ გამოვიჩე დიდი მორწმუნოები და ასე შემდეგ რა. უბრალოდ მე რა მაინტერესებს. აი ქალბატონი რომ არის კახა ბენდუქიძის ქალიშვილი. დიდი პატივისცემა რა თქმა უნდა მამამისაც გარდაცვლილი ღმერთმა ნათელში ამყოფოს და ამ ქალბატონსაც კი ბატონო. აი მე მყავს მეგობარი რომელიც აკეთებდა ბატონ ჟურაბ ჟვანიაზე პაროდიას და მამამისზე. და ერთხელ უთხარი რატო აღარ აკეთებ მეთქი და დაიღუპნენო და რა წესიაო რა. პაროდია რა ეხლა შეურაცხყოფილი არა რა თქმა უნდა. ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს ჩემი დაჭეჭყილი ცხვირი და ყურები. ვიღაცას კარგი გაგებით ვამბობ არ ვეხები რა თქმა უნდა. კახა ბენდუქიძის ვიზუალი. ამაზე დაღუპულზე როგორ უნდა იღადაონ და იკაიფონ მე ვერ წარმომიდგენი. აი ნოდარ დუმბაძე არა აქ მნიშვნელობა ნოდარ დუმბაძე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. აი ამაზე გადაობა უცმაწური სიტყვებით როგორ შეიძლება. მე არ მესმის. მე ესეთ რაღაცას მამაჩემზე ან პაპაჩემზე რო თქვა ვერ გაუტარებ. აი რა გინდა კუთმაგარი და გონებაჩნუგი მიწოდეთ, რაც გინდა მიწოდეთ, მე ვერ გაუტარებ. აი ჩემთვის ეს არის მიუღებელი და რატომ გუნიათ რომ ვიღაცა ამას გაგიტარებთ. ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, აი კომენტარებში შემოვიდნენ ზოგმარად ამიწერა. ბიჭო, წაიკითხეთ კარგად რა წერია რა. რა ფედრიონერის ფედრიონი რა თქვენ რას ფიქრობთ? 45 წლის კაცი. იმას დაუშვებ რომ მივიდე და 17 წლის გინდა 25 წლის ბიჭებს ახლა ცემატყეპას დაუწყებ. აი თქვენ მაგას ფიქრობთ? აი ესე გონიათ? ზოგი წერს მე რუსეთულ მეხარ და ეს აი იცით ჩემი ისტორია, ჩემი ოჯახის ისტორია. დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებთ. ერთმანეთს მომაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ მე ვუთხარი რომ მოდი ვიზია, გაიარე, არაფერს არ გეტყვი, პატიო როგორც ქართველი ქართველს. მე რას მომცემს ახლა მე რომ მიუვადე და ცხვირპირი ჩაუნგრიო. ხო არაფერს არ მომცემს, ხო და არც არის მიღებული. თუ პირადულში შემეხები კი ბატონო კაცო, მაგრამ მოეხებით იმას, რაც არ არის თქვენი საქმე. ერთმანეთს ვცეთ პატივი და ერთმანეთს ჩავეხუტოთ რა. შენ სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვს, მე სხვა პოლიტიკური იქ ვიკამათეთ. რამოდენიმესთან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს. ერთი და იგივე პოლიტიკური ხედვა გვაქვს რა. ამიტომ კარგად წაიკითხეთ ვინ რას დაწერს, ვინ რა პასუხს გასცემს და ნუ გადადიხართ ეგრევე შეურაცხყოფებზე რა. აი ეს არის ჩემი თხოვნა.